გამარჯობა, დღეს უნდა გაგიზიაროს 3 ანიმაციური სერიალი ზრდასრულებისთვის, რომელიც არაჩვეულებრივად და ძალიან საინტერესო კუთხით ფარავს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს. პირველი და ყველაზე გამორჩეული და ჩემთვის ყველაზე საყვარელი ანიმაციური სერიალია, ეს არის BoJack Horseman. BoJack Horseman არის აღიარებული როგორც ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი და ღრმა ნამუშევარი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე. საკმაოდ სურეალისტური სიუჟეტებით, პერსონაჟებით და შავი იუმორით ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის დეპრესია, დესტრუქციული ქცევები, ტანჯვა, თვითდალხენის არაერთგვაროვანი გზები. მე ვიტყოდი, რომ BoJack არის საუკეთესოთა შორის საუკეთესო, უბრალოდ თვითონაც ფსიქიკურად მზად უნდა იყო, რომ უყურო, იმიტომ რომ საკმაოდ ძიმიც არის. მეორე არის F is for Family, რომელიც არის ასევე Netflix-ის ანიმაციური სერიალი და ეხება 1970-იანი წლების ამერიკის დისფუნქციურ ოჯახს, დისფუნქციურ ტოქსიკურ ოჯახურ დინამიკას, ბავშვობის ტრამვებს, გადაუაზრებელ ტრამვებს, რომელიც მთელი ცხოვრება ჩვენს გვეზიანებს და ჩვენ გარშემო ადამიანებსაც, ბრაზის მართვის კონტროლს, იდენტობის კრიზისს, დეპრესიას. ძალიან სახალისო და სასაცილოა ეს სერიალიც და საკმაოდ გაერთობით და ალბათ საკუთარი ოჯახის სამცეცებსაც იპოვით ამ სერიალში. ნამდვილად გირჩევთ რა უყუროთ. მესამეც პრინციპში Netflix-ის ანიმაციური სერიალია Long Story Short, ანუ გრძელი ამბავი მოკლედ ქართულად უთარგმნოთ. ერთი სეზონი არის მხოლოდ, ანუ რამდენიმე სერია არის და ერთი სეზონი აი მართლა ერთ-ორ დღეში შეგიძლია უბრალოდ რა უყურო. და ეხება ისეთ საკითხებს, როგორც არის გლოვა, ასევე იდენტობის კრიზისი, ასევე ძალიან ტოქსიკური და ძიმე ოჯახური დინამიკა. ძალიან კარგად აჩვენებს სხვათა შორის, როგორ შეიძლება რომ მშობელი, რომელიც არასდროს შენ კმაყოფილი არ არის, არასდროს გარემოთ კმაყოფილი არ არის, არასდროს საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი არ არის, მშობლის ამ ფსიქოლოგიურმა სიმძიმეებმა ასევე შენზე იქონიოს საკმაოდ დიდი გავლენა. ასე რომ გირჩევთ რომ უყუროთ თუ რა თქმა უნდა თუ გეკნებათ და ეს საინტერესოა საკითხები. საინტერესოა.